რა არის PRP თერაპია? PRP თერაპია ეს არის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით მკურნალობა. იგი რეგენერაციული მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლის დროსაც ვიყენებთ პაციენტის ავტოლოგიურ პლაზმას. რომელი დაავადებების დროს გამოიყენება PRP თერაპია? PRP თერაპია ფართოდ გამოიყენება ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დროს, ისეთებ დროს, როგორიცაა ოსტეოართროზი, გონართროზი, კოქსართროზი, ართრიტების დროს, კუნთოვანი ქსოვილის, მყესების, იოგების დაზიანებების დროს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მეთოდით კურნალობა? მოგეხსენება ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. მსოფლიოს მოსახლეობის 30-35% იტანჯება სახსრების პრობლემებით. ამიტომ კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური მეთოდის დანერგვას მკურნალობის პროცესში, ვინაიდან რევმატიული დაავადებები ინვალიდობის გამოწვევ დაავადებებს შორის მეორე-მესამე ადგილს იკავებს. სად შეიძლება ამ კურნალობას? PRP თერაპიის ჩატარების მსურველებს გელოდებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალ სიცოცხლეში.